საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფლიქტურ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არსებულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჩელეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგების შესახებ ინფორმაცია მისი მონაწილეებისგან მოისმინეს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 33 რაუნდი გასულ კვირას გაიმართა. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილებოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ხირსულ დაბრუნებასთან დაკავშირებული თემები. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ასევე ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. მიუხედავად მწვავე დისკუსიისა, მონაწილეებმა ორივე სამუშაო ჯგუფში განიხილეს თხის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. თუმცა დევნილთა დაბრუნების საკითხი ის თემაა, რომლის არსებითი განხილვა ჟენევის მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ძალიან მაღალი პოლიტიზირების ხარისხით გამოირჩევა დევნილების დაბრუნების თემა, რომელიც არის ცენტრალური თემა, ერთ-ერთი ცენტრალური თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა. ეს საკითხი უკვე მრავალი რაუნდის განმავლობაში არის სწორედ ესეთი პოლიტიზირების, უსაფუძვლო პოლიტიზირების ობიექტის მონაწილეების მხრიდან. არსებითი განხილვა ამ თემაზე არ შემდგარა, თუმცა ჩვენ მოუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აუცილებლად უკვე მომდევნო რაუნდების განმავლობაში განიხილონ, როგორ შეიძლება მათვე ბიძგი მისცენ ამ საკითხის პრაქტიკულ განხილვას, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, რამდენადაც მაღალი პოლიტიზირება არ უნდა მოახდინოს დღეს რუსულმა, აფხაზურმა თუ ოსურმა მხარემ. რამდენადაც არ უნდა გააჭიანუროს ამ საკითხის განხილვა, ქართული მხარის პოზიცია არ შეიცვლება, ეს არის პრინციპული საკითხი, ამ უფლებას დევნილებს ვერავინ წაართმევს და ადრე თუ გვიან ეს საკითხის განხილვა აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც პასუხისმგებელია მათ დაბრუნებაზე, ამიტომ ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება. როგორც შეხვედრებზე ითქვა, ინტეგრაციის შესახებ ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების კვალდაკვალ სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით დამატებითი დოკუმენტების გაფორმება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის პროცესს. ამ ფონზე ქართული მხარის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიზნით საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. ხანგრძლივი და მწვავე დისკუსია შედგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით. ქართველმა მონაწილეებმა და თანამოდერატორებმა აღნიშნეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. ამ თემის ირგვლივ ქართულ მხარეს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, რომელიც არა მხოლოდ ჟენევაში, არამედ ყველა შესაძლო ტრიბუნით გაჟღერდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა გაეროში თავისი გამოსვლისას ამ საკითხის შესახებ ისაუბრა, რაც იმას მიანიშნებს, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მაღალი პრიორიტეტის საკითხი, ეს არის პრობლემა, ეს არის ის ზღვარი, რომელიც დაუშვებელია და ჩვენ ამის შესახებ არა მხოლოდ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში, წარუდგინა ჩვენი პოზიცია და ასევე არა მხოლოდ პოზიცია, არამედ ვთქვით, რომ ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, აუცილებელია ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე განათლება მიიღონ. მით უმეტეს, რომ ერთის მხრივ ეს არის უფლების საკითხი, განუყოფელი უფლება ამ ადამიანების, რომ მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება, მეორე ეს არის სუფთა პრაქტიკული საკითხი, იმიტომ რომ ისინი არ ფლობენ სხვა ენას და შეუძლებელია რაიმე განათლება მიიღონ, საერთოდ ხარისხიან განათლებაზეც რომ არ ვისაუბრო და მესამე, რა თქმა უნდა, ეს არის უზარმაზარი წნეხი, უზარმაზარი ზეწოლა ამ ადამიანებზე, ბავშვებზე მათ შორის, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ემოციური და საერთო სურათში სხვა შეზღუდვებთან ერთად არ იკითხება სხვაგვარ ვიდრე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ, რაღაც ფარულ მცდელობაზე ამ ადამიანებს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ მათ არ ქონდეთ იქ დარჩენის სურვილი. ჩვენ იმედი გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომის იმაში, რომ ჩვენ გალის მოსახლეობას ქართულ ენოვანს და ქართულს ეთნიკურად, მათ შორის 97% მოსწავლეების არის ქართველი და 90%-ზე მეტი მასწავლებლების არის ქართველი, რომლებისთვისაც მშობლიურ ენა ქართულია. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ქართულ ენაზე მათ ქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა.